19 სექტემბერი მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით წუხელ გვიანხამით გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში წირვა ჩატარდა. სასწაული ფრიგიაში ქალაქ იერაპოლთან სიხარულის ადგილად წოდებულ ადგილას მოხდა, როდესაც კრუმუნჯი გოგონა სნეულებისაგან განიკურნა. ჩვენ ვიცით რომ ამ დღეს ეს სასწაული მოხდა რომ კრუმუნჯი ბავშვი განიკურნა მთავარანგელოზის გამოცხადებით მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოდან ესე ვთქვათ წყარო იყო გამოსული და აი ამ წყაროს შეხებით მიღებით ეს ბავშვი განიკურნა გამოეცხადა მის მშობელს და მისი ასული განიკურნა ამ დიდი სასწაული მოხდა და ამის შემდეგ ესეთი სასწაული ხდებოდა მრავალი უძლური დავრდომილი ადამიანი იკურნებოდა ამ წყაროსთან მიახლებით და დალებით და ამავდროულად მინდა გითხრათ რომ აქ მსახურობდა ადამიანი მნათე არქიპო რომელიც წმინდანად არის შერაცხული მე-4 საუკუნის მოღვაწე მნათე არის და ძალიან ბევრი ადამიანი მან რო გაიგო ეს უდიდეს სასწაული ამ ტაძარში ხდებოდა შურით აღივსო და ამ ტაძრის ჩაძირვა განიძრახა და ორ მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და ერთ მდინარეთ აქციეს და ტაძრისკენ მიმართეს და აქაც კიდევ ერთი სასწაული მოხდა რომ მთავარანგელოზმა მიქაელმა სასწაულებრივად დაიცვა აი ეს ტაძარი და ეს არქიპო წმინდანად შერაცხული და მდინარეს კალაპოტი ისევ შეეცვალა მთავარანგელოზის ძლიერებით და მისი מחვილით. ასე რომ მე ვთხოვ და ჩვენ ყველამ ერთად შევთხოვოთ რომ აი საქართველოს არის დღეს ის ტაძარი რომელზეც მომართულია ძალიან ბევრი ბოროტება და მთავარანგელოზ მიქაელს ვთხოვთ რომ მისი მეოხება და უფლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება და მფარველობა ქონოდეს ჩვენ საქართველოს და ყოველი მომართული ბოროტება მსოფლიოდან თუ შიდა ბოროტობიდან მე მინდა ვთხოვო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მთავარანგელოზს რომ უკუაქციოს და განაქარწყლოს და მშვიდობა და სიხარული მოსცეს მთავარანგელოზის მეოხებით უფალმა საქართველოს.